მოგესალმებით. ბატონებო და ქალბატონებო, პატივცემულო სტუმრებო, ძვირფასო ფოთელებო. დღეს ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით ფოთელებისთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც პირდაპირ მონაწილეობა მიიღო ამ შენობის აღდგენაში, საზეიმო დღეა. აპრილში დაახლოებით 7 თვის წინ ამ შენობის ადგილზე იყო ჩვეულებრივი ნანგრევები. და ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ზუსტად 7 თვეში აქ შესაძლებელი იქნებოდა სასწავლო პროცესის დაწყება. ამიტომ მინდა თითოეულ ადამიანს, მშენებელს, ყველას, ვინც ამ ღონისძიებაში მცირედი წვლილი მაინც მიიღო, უდიდესი მადლობა გადავხადო. რამე თუ ეს არის ჩვენი მომავლის გარანტი. ეს არის ის, როგორი უნდა იყოს საქართველო და ეს საგანმანათლებლო დაწესებულება არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს ფოთის მომავალი. ყველას კარგად გვესმის, რომ ფოთი ყოველთვის იყო საქართველოს საზღვაო კარიბჭე. ყველას კარგად გვესმის, რომ ფოთის ფუნქცია მომავალშიც იქნება იყოს და გააგრძელოს ეფექტურად ეს ფუნქცია იყოს ქვეყნის საზღვაო კარიბჭე. ეს ყველაფერი კი შეუძლებელია მაღალი კვალიფიკაციის კადრების გარეშე. სწორედ ამიტომ აქ გაჩნდა ბათუმის 100 წლის ისტორიის მქონე საზღვაო აკადემიის ფილიალი, რომელიც შეძლებს ერთდროულად სასწავლო პროცესი გამართოს 1000 სტუდენტისთვის. შეუძლებელია გადაჭარბებულად ისაუბრო იმაზე, რა მნიშვნელობა ექნება ამ სასწავლო დაწესებულებას სამეგრელოსთვის და საქართველოსთვის. აქ მომზადდებიან უმაღლესი კვალიფიკაციის ჩვენი მეზღვაურები, ქართველი მეზღვაურები, რომლებიც მინდა გაგახსენოთ, რომ დღესაც ძალზე წარმატებულად დაცურავენ მსოფლიოს სხვადასხვა ოკეანეებში და გარდა იმისა, რომ ასახელებენ თავის ქვეყანას, ძალზე სერიოზული ეკონომიკური წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და მინდა გითხრათ, რომ ყოველწლიურად საერთაშორისო ფლოტილიაში მომუშავე ქართველი მეზღვაურები ქვეყნის ბიუჯეტში რიცხავენ, საერთოდ საქართველოში რიცხავენ დაახლოებით 140 მილიონ დოლარს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ პოსტპანდემიური ეკონომიკა იქნება სრულიად სხვა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ეფექტური და ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილები და სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საზღვაო ტრანსპორტის განვითარება არის ქვეყნის მომავალი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შავი ზღვა არის საქართველოს მომავალი და საქართველოს შესაძლებლობა. ამიტომ ყველაფერი, რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ, აქვს უდიდესი გათვლა მომავალზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ლარი დახარჯული ჩვენი მომავალი თაობის განათლებაში, ასეთ სპეციფიურ სფეროში, როგორიც არის საზღვაო ტრანსპორტი, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ფოთი, როგორც ქვეყნის საზღვაო კარიბჭე, ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი და გახდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. საქართველოს შავი ზღვისპირეთის საპორტო ინფრასტრუქტურა არის ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტი და მომავალი წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში განვითარდეს ფოთი, განვითარდეს ასევე ანაკლია და ყველა ის საზღვაო პროექტები, რომელიც ქვეყანას გააჩნია. იმიტომ, რომ სხვაგვარად შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გადათარგმნა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის რეალურ შემოსავლებში. სხვანაირად შეუძლებელია ქვეყნის როგორც ლოგისტიკური პლატფორმის, ლოგისტიკური ჰაბის განვითარება და ამ საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ფოთის სპორტმა უაღრესად დიდი მნიშვნელობა უნდა და შეიტანონ ამ საქმეში. გარდა ამისა, რახან ჩვენ ფოთში ვართ, მინდა გითხრათ, რომ მე ერთხელ უკვე ვთქვი და ხაზგასმით მინდა გავიმეორო. მომავალი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წელი. გარდა იმისა, რომ აქ დაიწყება და დასრულდება ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის და ტერმინალის მშენებლობა. გარდა იმისა, რომ მოეწყობა შემოვლითი გზა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, ფოთელებმა ცოტა უფრო კომფორტულად იცხოვრონ ყოველდღიურად და ეს სატვირთო ტრანსპორტი არ მოძრაობდეს შუა ქალაქში. მე მესმის, რომ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი სამწუხაროდ ფოთში განსაკუთრებით დროში გაგვეჭება. ვერ მოხდა დროულად საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია და წესრიგში მოყვანა, თუმცა მინდა თითოეულ თქვენგანს დავპირდე კიდევ ერთხელ, რომ მომავალი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები. და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი საერთო საქმე, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ეს. ხოლო რაც შეეხება ამ საგანმანათლებლო დაწესებულებას, მე მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მოქალაქეს, რომელსაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი და არ აქვს არჩეული პროფესია, მინდა მათ მიუმართო და ურჩიო ყურადღება გაამახვილონ ფოთის საზღვაო აკადემიაზე, ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალზე, რომელიც 21 წლიდან შეძლებს 1000 სტუდენტს უმასპინძლოს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პროფესია, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებული პროფესია, ეს არის საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მომავალთან დაკავშირებული პროფესია და რაც მთავარია,
ეს არის პროფესია, რომელმაც უნდა მოგცეს ჩვენ შესაძლებლობა განვავითაროთ ქვეყანა, საქართველოს როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონში ლოგისტიკური ჰაბი. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ღონისძიებაში, მინდა წარმატებები უსურვო პედაგოგებს, რომლებიც იმუშავებენ, იშრომებენ ამ დაწესებულებაში, ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მინდა წარმატებები უსურვო იმ პირველ სტუდენტებს, რომლებიც 21 წლიდან დაიწყებენ სწავლას ამ დაწესებულებაში, დაასრულებენ და ექნებათ შესაძლებლობა ასახელონ საქართველოს საერთაშორისო ფლოტილიაზე. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ყველაფერს. გილოცავთ და მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ. ეხლა თამარ იოსელიანს მინდა ვთხოვო ორიოდე სიტყვა. ბატონო პრემიერო, ქალბატონო მინისტრო, პატივცემულო საზოგადოებო, მოგესალმებით. დღეს ჩვენ ყველა ისტორიულ დღეს აღვნიშნავთ, რადგან 1 საუკუნის შემდეგ ქალაქ ფოთში საზღვაო განათლება დაბრუნდა. ამ ძალიან ლამაზ შენობაში, რომლის რეაბილიტაციას ასეთ მოკლე ვადაში მოვახდინეთ, ბინას დაიდებს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი. პირველ ეტაპზე ჩვენ შევთავაზებთ მსურველებს მოკლე რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო სულ რამოდენიმე დღის წინ და ეს არის სანაოსნო დარგისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება. სწორედ საგადასახადო შეღავათები მოგცემს ჩვენ ახალ ინდუსტრიას, სანაოსნო ინდუსტრიას შევქმნით საქართველოში და ამ ინდუსტრიას სჭირდება პროფესიონალი კადრები. სწორედ ფოთის სასწავლებელი იქნება ამ კადრების სამჭედლო. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, როგორც ცენტრალურ მთავრობას, ასევე ადგილობრივ მთავრობას, თითოეულ მუშას და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პერსონალს გაწეული შრომისათვის. და ბოლოს მინდა რომ გულწრფელი და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ საქმის ინიციატორს და სულისჩამდგმელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას, რადგან მის გარეშე დღევანდელი დღე ნამდვილად არ შედგებოდა. კიდევ ერთხელ გილოცავთ, მადლობას გიხდით მობრძანებისთვის და ვუსურვებ ამ სასწავლებელს წარმატებებს.